დღისას იგოა 6 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ბალეტი. უკვე 1 წელია დავდივარ ბალეტის სტუდიაში. დედიკოს უნდა შევსულიყავი, მერე მეც მომეწონა. ბალეტში ყველაზე ძნელია გაწელვა. ყველაზე ადვილია ფეხებით ასე ვარჯიში. მე მაქვს ბალეტის 4 კაბა. ყველაზე უფრო მომწონს წითელი კაბა. მე ვარ ლამაზი გოგო და ყველა ტანსაცმელი მიხდება. ბალეტში ჩემ მასწავლებელს ქვია თაკუ. ის არის ლამაზი, მხიარული და სულ მეხუთე. უკვე სამდენ მქონდა კონცერტი. ყველაზე უფრო მომეწონა მესამე. კონცერტის მერე ყვავილები მაჩუქეს დედამ, ბებიამ და ომერ ხამზამ. ომერ ხამზა არის ჩემი ბიძაშვილი. ყვავილებიდან მე გავარ ვარდისფერ ვარდს. ოღონდ ეკლები რომ არა ისეთ ვარდს. მე მინდა სოლო კონცერტი მქონდეს თბილისში. მაგ კონცერტზე მინდა ჩავიცვათ ის ცელი გრძელი კაბა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ცოტა ხანი დავდიოდი ხატვის წრეზე. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს ლურჯი. მე ვიცი გოგოს ხატვა, ზის ხატვა და ყვავილის ხატვა, სახლის ხატვა. ყველაზე ძნელია ბიჭის დახატვა და ყველაზე ადვილია გოგოს დახატვა. მე ახლა გასწავლი გოგოს დახატვას. ჯერ ვხატავთ თავს, მე ახლა ელს, ახლა თმას და ახლა შოლკებს ვხატავთ და ახლა კაბას, ახლა ხელებს და ახლა ფეხებს და ახლა თვალებს და ახლა პირს და ყურებს. ძალიან ლამაზი ნახატი გამომივიდა. ეს ლამაზი დახატული გოგო მე ვარ. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს ბევრი საჩუქარი. დარშან მაგალითად მაჩუქა ტაბას ქვიში. ეს მინდა მაჩუქოს ფუმფულა და თუნია. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 56 წლის. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მასწავლებელი კეთილია, ჩემი კლასელები არ მაბრაზებენ და ძალიან მიყვარს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მილანა ნათელაძე. ყველაზე ცელქია გაბრიელ ხურციძე. ყველაზე მშვიდია ნატალია თურმანიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჟუჟუნა ბერიძე. ის არის მხიარული, ჭკვიანი და ბავშვებს უვლის. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბალეტის მასწავლებელი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ ვიქნები სტუდენტი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ჩემი და ძაღლი. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 3 და. ჩემი და არის 1 თვის და ქვია თაია. ის არის მტირალა, ჭამელი და საყვარელი. ჩემი აზრით თაია რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. მამიყვარის სიმპათიური, ვაჟკაცი და ზრდილობიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიყვარი ლამაზი, განათლებული, საქმიანი და მშრომელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბლინები. ჩემი საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მელისა რო არ მერქვას და მერქმევოდა. მე მელისა დამარქვა მამიკომ და ძალიან მომწონს ჩემი სახელი. მაგრამ მელისა რო არ მერქვას, მერქმეოდა მართა. ჩემ შვილებს დავარქმევ მარიამს, ანუკის, მათეს და ალექსანდრეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად გავფრინდებოდი ჩემ დასთან ერთად კოსმოსში. ბედნიერება არის ოჯახის წევრების ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.